ეხა გადავდივართ ცივი ომის ყველაზე ცხელ წერტილებზე. ეს არის კორეის ომი, რომელიც 50-იან 60-იან წლებში მიმდინარეობდა და ფაქტობრივად 1959 წლის აგვისტოში, როცა მსოფლიომ შეიტყო საბჭოთა ატომური იარაღის გამოცდის ამბავი, ამ ყველაფერმა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა და გაართულა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ატომური იარაღი ქმნის ვიზუალურ აღქმას, რომ ქვეყანა არის თითქმის დაუმარცხებელი სახელმწიფო და ამ პროცესების კვალდაკვალ ის რომ მაგალითად რაც არ უნდა სუსტი იყო და ატომური იარაღიო, იცით რომ ატომური იარაღი წერტილოვანი დარტყმით ყველაფერს ანადგურებს, როგორც ეს მაგალითად ჰიროსიმასა და ნაგასაკში მოხდა. ამიტომ ყველას ეშინოდა მომავალი პროგნოზი როგორი იქნებოდა და რანაირი იქნებოდა და რა მოხდებოდა, ეს ყველაფერი ქმნიდა ძალიან რთულ რეალობას და შესაბამისად პირველი კონფლიქტმა ცხადად გამოავლინა, რომ ეს დაპირისპირება იქნებოდა ორ ბანკს შორის. პატარა იდეოლოგიურ ნიადაგზე დაწყებული ომი, რომელიც უშუალოდ დაიწყო და აქ ჩაერია მაგალითად საბჭოთა კავშირი, ხო? და სამხრეთ კორეაში ჩაერია ამერიკა, იყო ცივი ომის ერთ-ერთი სახე. ნახე, თუ ჩვენ ამას მსოფლიო კონფლიქტად აღვიქვამთ, მაშინ მიკროკონფლიქტები უნდა ამოვიღოთ, მაგრამ ამიტომ არის ეს ცივი ომი ზუსტად იმ სახელის შესატყვისი და ქმედებების შესატყვისი, რაც მართლა ხდებოდა. ანუ ორი იდეოლოგიური ბანაკი იყო. ვიღაცა ქვეყნებს იყენებდნენ ორ იდეოლოგიურ ბანაკში ერთ მხარეს და მეორე მხარეს ყოფი და ამებს იცავდა ერთი ან მეორე. შეერთებული შტატების ატომურ მონოპოლიას ბოლო მოეღო 1959 წლის აგვისტოში. და ამ ყველაფრის ფონზე 1959 წლის 1 ოქტომბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა ოფიციალურად და კომუნიზმი უკვე აღარ იყო მარტო ევროპის კონტინენტზე რაღაცა პრობლემური, არამედ მთლიანად მთელ მსოფლიოში დაიწყო კომუნიზმის გაიდა და ხელისუფლების სათავეში კომუნისტები მოვიდნენ, რომელთა მეთაურიც იყო კიმ ირ სენი და კიმ ირ სენი გახდა, იმიტომ რომ კომუნისტური რეჟიმის იდეოლოგია გავრცელდეს მთლიანად ყველგან. გაერო ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებდა ბრძოლის შეწყვეტისკენ და დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებას თხოვდა. ჩრდილოეთ კორეა ამ ყველაფერს არ ეთანხმებოდა და მაშინ უკვე ჰარი ტრუმენის წინადადებით შემოიღეს ეგრეთ წოდებული ჯერ ერთი უკუგდებით დოქტრინა არსებობდა, მაგრამ სანამ ამ დოქტრინაზე გადავალ კორეასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ჯარები გაეგზავნათ და გაეთავისუფლებინათ სამხრეთის შტატი, სამხრეთ კორეის მარიონეტული ხელისუფლება მოსალოდნელი საფრთხისაგან, რაც ჩრდილოეთისგან ემუქრებოდა. და ტრუმენის წინადადებით გაერომ საერთაშორისო ჯარები გაგზავნა. გაეროდან ამ მომენტისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გარიცხული იყო უშიშროების საბჭოს ერთი წევრი ჩინეთი და მეორე საბჭოთა კავშირი უშუალოდ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა და ამ ყველაფერმა გაეროს მისცა საშუალება, რომ ჯარების გაგზავნა დაეჩქარებინა როგორც ასეთი და შესაბამისად ოპერაციას ხელმძღვანელობდა ამერიკელი გენერალი დუგლას მაკარტური, აი თქვენ ხედავთ აქ გამოსახულია ილუსტრაციაზე და ინტერნაციონალურმა, ანუ საერთაშორისო ჯარებმა შეიძლება ითქვას, რომ გაათავისუფლეს სამხრეთ კორეა, გადალახეს საზღვარი და განაგრძეს ბრძოლა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე და საბოლოო ჯამში კიმ ირ სენმა მიმართა სტალინს დახმარებით. სტალინმა თავი შეიკავა ამ დახმარებაზე და პროცესებში ჩაერთო უკვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი მაო ძედუნი. აქ მაქვს სადღაც მოცემული. ხო, აი ეს არის. მაო ძედუნი და მან 2 მილიონიანი
მოხალისეთა არმია შეკრიბა, ჩინეთიდან ჩააბა ჩრდილოეთ კორეის მხარეს ომში და შესაბამისად გენერალური მაკარტური და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფები ვაშინგტონში აი ამ რეჟიმის სრულ განადგურებაზე ფიქრობდნენ და საერთოდ ამერიკა მისიც კი გადაწყვიტა რომ მოდიო საერთოდ ატომური ბომბი გამოვიყენოთ და ჩრდილოეთ კორეას როგორც მაგალითად ჰიროსიმასა და ნაგასაკს წამიერად გაწყვიტეს, იგივე უნდა გაეკეთებინათ. თუმცა რა ვიცი, საბოლოო ჯამში ეს კონფლიქტი ეს არ მოხდა. უარი განაცხადა ამ ყველაფერზე ამერიკამ, ტრუმენმა, რომელსაც ასევე ბევრი თანამოაზრე ჰყავდა შეერთებულ შტატებში და ევროპაში, მაინც არ დაუშვა რომ აი ეს პატარა კონფლიქტი გადაქცეულიყო მსოფლიო ომის კონფლიქტად, იმიტომ რომ აქ მერე სხვა რაღაცები მოხდებოდა და ამას ისიც დაემთხვა, რომ 1953 წლის 5 მარტს, როგორც გითხარით, სტალინს თავის ოთახში ტვინში სისხლი ჩაექცა და გარდაიცვალა. და ამ პროცესის ის დაემთხვა, რომ ტრუმენი წავიდა ხელისუფლებიდან და 1953 წელს დაიდო ზავი, აი ხედავთ აქ ზავს, რომელიც 38 პარალელზე კორეის გაყოფას გულისხმობდა, ჩრდილოეთში კიმ ირ სენის შვილი კიმ ჩენ ინი მოვიდა და დღემდე ეგ არის და კიმ ირ სენის ვაჟი მართავს დიქტატორული რეჟიმია, ეს არის მხარს უჭერს რუსეთს, ჩინეთს და სამხრეთში დარჩა ისევ ის მარიონეტული გაერთიანება, რომელიც ფაქტობრივად ბევრად უფრო წინ წავიდა და დემოკრატიულად ვითარდება. ეს 38 პარალელზეა ორივე სახელმწიფო გაყოფილი. ხო, ამ პროცესებს მოჰყვა შიშის წონასწორობის რაღაცნაირი სახელით შესული მოვლენის დაწყება. ორი მტრული ბანაკის, ჟდანოვის თავის დროზე დოქტრინის და საბოლოო ჩამოყალიბების შემდეგ მათ შორის იარახშიც უკვე შეჯიბრება დაიწყო, ანუ ვინ უფრო კარგი იარახს გააკეთებდა, ვინ უფრო დიდ და ძლიერ იარახს შექმნიდა, ეს იყო ძირითადი პრინციპი. ასეთივე იარაღი შეიქმნა საბჭოთა კავშირშიც 50-იან 60-იან წლებში, ორივე ატომური სახელმწიფოები გახდნენ, მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთი, რომელმაც შექმნა ატომური იარაღი, ასევე 1960 წლიდან საფრანგეთმა ჩაიგდო ხელში ბომბი, მერე ჩინეთმა, მერე ინდოეთი მიყვა, 1998 წელს საერთოდ პაკისტანი და აი ამ ყველაფერმა თითქმის დააბალანსა მსოფლიოში ეს შიში, რომ აი ორ დიდ სახელმწიფოს კი აღარ აქვს, ახლა მსოფლიოს ძირითად წამყვან ქვეყნებს აქვს და შენ თუ მესვრი, მეც გესვრი და აბა მიდი ახლა ვინ მოიგებს, ხო? რაღაც ესეთი ვითარება დაიწყო. 1957 წელს საბჭოთა კავშირმა ასევე ისიც დაემატა ამ ყველაფერს, რომ პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში, რამაც დასავლეთში ნამდვილი რაღაცა სპუტნიკ შოკი მიიღო და მსოფლიოში დამყარდა შიშის წონასწორობა და 1961 წელს საბჭოთა კავშირიდან კოსმოსში გაფრინდა პირველი ადამიანი, იური გაგარინი, რომელიც მთვარეზე დაჯდა, მაგრამ რეალურად ის დღემდე დავის საგანია, სხვათა შორის აღმოსავლეთში რუსები ამბობენ, რომ ეს იყო იური გაგარინი, ამერიკელები ამბობენ, რომ ეს იყო ამსტრონგი და ოლდრინი და კოლინზი. 1969 წელს ამერიკელებმა დაადგეს რეალურად ფეხი. და ეს დადასტურებული ფაქტია, მაგრამ ვინ რას ამბობს, ეგ ცალკე საკითხია, პუტინი ბევრ რამეს ამბობს დღემდე მაგალითად. მე-20 საუკუნის 50-იან წლების მეორე ნახევარში უკვე საბჭოთა კავშირმა და კერძოდ ახალმა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა დაიწყო მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპი, რაზეც წეღან ვისაუბრე ფაქტობრივად და იდეოლოგიური ბრძოლა თითქოს უნდა შემწყდარიყო და რაღაცნაირად მოდი რა კაპიტალიზმიც და სოციალიზმიც იყოს, მაგრამ მშვიდობიანად იყოს, თუ გამოვა ეგეთი რაღაც და არ გამოვიდა. იმიტომ არ გამოვიდა, რომ კარიბის კრიზისი დაიწყო 1959 წელს კუბაში დაემხო ბატისტას დიქტატორული რეჟიმი და ეს რეჟიმი პირდაპირ პროპორციულად
შეცვალა ფიდელ კასტრო არც მეტი არც ნაკლები განსხვავება მათ შორის თითქმის არ იყო. ფიდელ კასტრო იყო აჯანყებული ლიდერი, რომელმაც დააფუძნა მარქსიზ ლენინისტურ სოციალისტურ იდეოლოგიაზე სოციალისტურ სახელმწიფოდ აქცია კუბა, მხარდაჭერა ჰქონდა ხრუშოვისგან, შეერთებულმა შტატებმა არ ცნო კასტროს მთავრობა და კუბის ახალმა მმართველმა სხვა მფარველს დაუწყო ძებნა და მალე საბჭოთა კავშირი გაჩნდა კუბის მმართველად. დაამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა, საიდუმლო დიპლომატიური ურთიერთობა კუბასა და საბჭოთა კავშირის შორის. შეერთებულმა შტატებმა ამ კავშირს კუნძულის ეკონომიკური ბლოკადით უპასუხა და ის რაც ერთადერთი გასავალი ჰქონდა კუბას, ეს იყო აგრარული პროდუქტი, შაქარი. შაქრის ლერწამს ყიდდნენ და ამერიკამ ამ შაქრის ლერწმის შესყიდვაზე უარი განაცხადა. მერე სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ ამერიკის კონტრდაზვერვამ აღმოაჩინა, რომ თურმე კუბაზე განლაგებული იყო მთელი ბომბები და ისინი, რა ქვია, ატომური ბომბები. და შესაბამისად ამისი შეეშინდა ამერიკის მიზანი, უშიშროების მიზანი კიდევ ის იყო, რომ ყველაფერი ისე დასრულებულიყო, რომ ეს ბომბები საბჭოთა კავშირს არ გამოეყენებინა და ამის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები განათავსა 1959 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იტალიაში და თურქეთში. ეს იყო კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, საიდანაც პირდაპირ მოსკოვს მიწვდებოდა მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ ეს რაკეტები, თუ მაგალითად კუბიდან რაიმეს გამოიყენებდა ზოგადად საბჭოთა კავშირი და 1962 წელს 1962 წელს უკვე დაიწყო აი ამ პროცესების თითქოს ესკალაცია, რომ რაღაცნაირად მომხდარიყო ისე, რომ არც ერთი ძალა არ დაზარალებულიყო. სამი გეგმა იყო სხვათა შორის განხილული. ერთი გეგმა იყო, რომ ერთი გეგმის მიხედვით უნდა მომხდარიყო პირდაპირ ექსპანსია, სამხედრო ექსპანსია და ჯარებით შესულიყვნენ ამერიკელები კუბაში და გაეთავისუფლებინათ რეჟიმი. მეორე გეგმის თანახმად, თუმცა დაბომბვაც უნდა მოჰყოლოდა აი ამ პირველ გეგმას კუბას დაიბომბებოდა და 40,000-მდე საბჭოელი ჯარისკაცი დაიხოცებოდა. რასაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კონფლიქტის მესამე მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვებოდა. ეს არ უნდოდა ამერიკას. მეორე გეგმა იყო ის, რომ საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკებები დაწყებულიყო. თუმცა საჯარო გამოსვლებში საბჭოთა კავშირი წინააღმდეგ ამერიკა განწყობილი იყო ძალიან აგრესიულად და ამბობდა, რომ არა, მოლაპარაკებას არ დავიწყებ. თუმცა ეს თეთრი სახლის წესია, სხვათა შორის, რომ საჯაროდ არაფერი არ უნდა თქვა და ყველაფერი კულუარულად გააკეთო და იმ დროს, როცა სხვათა შორის ამ საჯარო განცხადებებს აკეთებდა, ssrk-ს საგარეო კავშირის საქმეთა მინისტრი შეხვდა პრეზიდენტ კენედის 18 ოქტომბერს და ამ შეხვედრაზე თითქოს უარყო ჯერ თავიდან, რომ არაირი რაკეტებიო და ბომბებიო ჩვენო არ გვაქვს, ატომური რაკეტებიო არ გვაქვს კუბაზე განთავსებულიო და მოითხოვა დასავლეთ ბერლინის დემილიტარიზაცია დამატებით. ანუ ჯერ ის, რომ აშშ-ს უშიშროების დაზვერვის მიერ აღმოჩენილი ეს ბომბები, რომელიც კუბაზე იყო განლაგებული, საბჭოთა კავშირმა უარყო. მეორე ის, რომ მოითხოვა გერმანიის დასავლეთ ბერლინის იგივე დემილიტარიზაცია და ვითარება ამ ყველაფერმა კიდევ უფრო დაძაბა. 22 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატებს შეიარაღებული ძალები გადავიდნენ საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში და 1100 საბრძოლო თვითმფრინავი და 180,000-მდე ქვეითი ჯარისკაცი აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების 200-მდე გემზე განთავსდა და 24 ოქტომბერს პრეზიდენტმა კენედიმ ტელევიზიით გამოსვლას განაცხადა, რომ აშშ არ დაუშვებდა თავისი საზღვრების სიახლოვეს საბჭოთა ბირთვული რაკეტების არსებობას და მოუწოდა ხრუშოვს გაეტანა კუბიდან ატომური რაკეტები. საპასუხოდ მოსკოვიდან განაცხადება მიიღო, რომ აშშ-ს არ ჰქონდა კუბის საზღვაო ბლოკადის განხორციელების უფლება, ყველაფერი იქამდე მიდის, რომ მსოფლიო ომი უნდა დაიწყოს. მაგრამ საბოლოო ჯამში თეთრი სახლისთვის
საჯარო კომპრომისი მიუღებელი აღმოჩნდა და როგორც გითხარით, ამ პერიოდში იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტის ძმა რობერტ კენედი შეხვდა SSRG-ს ელჩს, განუცხადა, რომ საბჭოთა რაკეტებს კუბიდან გატანის დაწყებისთანავე აშშ ბალისტიკურ რაკეტებს გამოიტანდა იტალიიდან და თურქეთიდან და შესაბამისად 28 ოქტომბერს თითქოს შეთანხმება შედგა. 28 ოქტომბერს საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა მიიღო თეთრი სახლის წინადადება. თვითონ ფიდელ კასტრო ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, არ უნდოდა რომ საბჭოთა კავშირს ეს გაეკეთებინა. მსოფლიო იყო, რა ვიცი, შოკში, დაზაფრული, ყველას ეშინოდა რომ ომი იწყებოდა. ორივე სუპელ სახელმწიფო მიხვდა რომ გადასახადი იყოს ზოგადად სტრატეგია, რათა მომავალში ურთიერთობები აღარ გამწვავებულიყო და ცივი ომის ისტორიაში დაიწყო ახალი მოლაპარაკებების ეპოქა, როცა 20 ნოემბრისთვის საბჭოთა რაკეტების გაყვანის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბას მოუხსნა საზღვაო ბლოკადა და შეიძლება ითქვას, რომ ეს კონფლიქტი პირდაპირ კენედს ეხება, რომელიც მერე როგორც იცით ასრულებს სიცოცხლეს მკვლელობით, მოკლავენ მას და საბოლოო ჯამში ეს ომი დასრულდება ისე რომ რაღაც ეს დაძაბულობა მორჩება, მოქნილი რეაგირება დაიწყება, მოქნილი რეაგირების დოქტრინა იქმნება და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო გადარჩა აი ამ კუბის კრიზისით პირველ ატომურ ომს. ხო, კითხვები გაქვთ აი ამ ნაწილიდან? ალექსანდრე, თქვენ აქ ხართ? ხო, აი ხედავთ აქ კენედი და ხრუშოვი. წევანი ეს კარიკატურა შეგხვდათ და აი ეს რეალურად კენედია, უბრალოდ იმ დროს კენედი არისო, როცა იმ მომენტს განვიხილავდი პრეზიდენტი. ხო, აი აქ არის რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები, თვითონ შუაში არის კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო და ხრუშოვი კიდევ. ხო, 1962 წელს ჟენევაში გაიხსნა განიარაღების მუდმივი კონფერენცია. 63 წელს დაიდო ზესახელმწიფო შორის ცხელი ხაზის შეთანხმება, დამყარდა უშუალო სატელეგრაფო კავშირი თეთრსახსა და კრემლს შორის და მსოფლიოში აიკრძალა ატომური იარაღის გამოცდა სამსფეროში, ატმოსფეროში, კოსმოსში და წყალქვეშ. ეს არის ალბათ ამ შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. 1968 წელს მიღწეული შეთანხმებით აიკრძალა ატომური იარაღის გავრცელება სხვათა შორის და ზესახელმწიფოების შეთანხმებამდე ატომური იარაღი არავის აღარ უნდა ჰქონოდა, ვისაც აქვს, ჰქონდეს და აი ამ ჟენევის მუდმივ მოქმედ კონფერენციაზე შეიძლება მივყვეთ. კარგით. ეხლა რაც შეეხება აქ გერმანიაზეა ყურადღება გამახვილებული და ზოგადად რა ხდებოდა გერმანიაში, ბერლინის კედელის დაცემა და მთელი ეს ეპიზოდია ფაქტობრივად აქ აღწერილი და ამ ნაწილზე ახლა არ ვისაუბრებ, მე ჩვენ ცალკე გავამახვილებ ბერლინის კედელის და საბჭოთა კავშირის დაშლაზე, როცა გადავალთ, მე მაგაზე ეხლა გადავიდეთ თვითონ მოქნილი რეაგირების დოქტრინაზე და ომი ვიეტნამში. ეს მოქნილი რეაგირება, რომელიც ფაქტობრივად გადასინჯული უკუგდების დოქტრინის შემდეგ არის მიღებული და ზოგადად ეს კონფერენცია, რომელზეც მუდმივ მოქმედ კონფერენციაზე ვისაუბრეთ, ამ ყველაფერს მოჰყვა უკუგდების დოქტრინის შემდეგ მოქნილი რეაგირების პოლიტიკა, დოქტრინა, რომელიც მოითხოვდა თავდასხმელებისთვის მისი აგრესიის ფორმის შესაბამისი პასუხის გაცემას და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ატომური იარაღის გამოყენებას. ანუ რეალურად ატომური იარაღი აღარ გამოიყენებოდა გარდა იმ შემთხვევებისა, თუ უკიდურესი, ანუ ბოლო წერტილი არ იქნებოდა. და ეს საინტერესო რა არის ისიც, რომ ბოლო წერტილი
ვიღაცისთვის ხომ მაინც უნდა დადგეს. აი ერთი მხარე თუ მეორეს ებრძვის. და ანუ განადგურების პირას არის ბოლო წერტილი, ხო? და ამ ლოგიკით ეს ზესახელმწიფო სტატუსი მუდმივ მოქმედიც გამოდის. იმიტომ რომ თუ მაგალითად ამერიკა რუსეთს ებრძვის, ბოლო წერტილი ორივეს ექნება, ხო? ან ერთი გამოიყენებს, ან მეორეს. და ანუ რეალურად გამოდის, რომ ამერიკა და რუსეთი ომში ერთმანეთის პირისპირ შეიძლება მხოლოდ იდეოლოგიურ ნიადაგზე აღმოჩნდნენ ისევ. დღეს რაც მიმდინარეობს, იგივე პროცესებია. ამიტომ ძალიან საინტერესოა რა არის ეს ბოლო წერტილი, ვისთვის რა არის ეს ბოლო წერტილი, კიდევ ეგეც საკითხავია, როდის და ვინ როგორ იყენებს ატომურ იარაღს. მოკლედ 1960 წელს და 1954 წელს ჟენევაში მოწვეული კონფერენციის გადაწყვეტილებით ვიეტნამი ორ ნაწილად გაიყო. მე-17 პარალელზე, აი აქ თქვენ ხედავთ აქაც. ჰოშიმინი კომუნისტური, სამხრეთის კი ანტიკომუნისტური, მაგრამ ავტორიტარული რეჟიმი მართავდა და ეხლა გამოვკვეთოთ. ჰოშიმინი არის კომუნისტური ლიდერი, სამხრეთში დგას ანტიკომუნისტური ძალა, ოღონდ ავტორიტარული ძალა, ესეც უნდა გამოიკვეთოს და ეს ორივე ძალა და ამ შემთხვევაში ორი მეზობელი ქვეყანა, რომელიც თავიდან კამბოჯა და ლაოსი 70-ზე მეტი წლის განმავლობაში საფრანგეთის კოლონიები იყვნენ, ვიეტნამის ეს ორივე მეზობელი ქვეყანა. 1954 წელს საფრანგეთის საოკუპაციო არმია დამარცხდა ვიეტნამის ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან ბრძოლაში და საფრანგეთმა საბოლოოდ დატოვა ინდოჩინეთი და ვიეტნამიც კორეის მსგავსად იყო ორად გაყოფილი. მათ შორის საზღვარი მე-17 პარალელზე გადიოდა, ჩრდილოეთ ვიეტნამის დედაქალაქი იყო ჰანოი, რომელსაც ჰოშიმინი ედგა და სამხრეთის დედაქალაქი იყო საიგონი. ეს არის ანტიკომუნისტური რეჟიმი, მაგრამ ავტორიტარული რეჟიმი მართავდა გონდინ დიემის მეთაურობით და ფაქტობრივად ეს ორივე ძალა ერთმანეთის მხარეს ვერ იქნებოდა ვერანაირად. 1960 წელს ვიეტნამში შეიქმნა ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტი, რომელიც მსოფლიო დახმარებას ჩრდილოეთ ვიეტნამი, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირიდან ელოდებოდა და სამხრეთ ვიეტნამის არმია ვერ გაუწევდა შესაბამის წინააღმდეგობას, რომელსაც ვიეტკონგელი პარტიზანები ხელმძღვანელობდნენ და ანუ გამოვიდა, რომ შეიქმნა მთელ ვიეტნამზე კომუნიზმის გავრცელების საფრთხე და აშშ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაბმულიყო ვიეტნამის ომში და ამერიკის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა პირველად გამოიყენა ტერმინი დომინოს პრინციპი, რაც გულისხმობდა, რომ თუ მაგალითად ახლა ჩვენ ვიეტნამს საბჭოთა კავშირს დავუთმობთ, შემდგომ უკვე სხვა ქვეყანაში გავრცელდება კომუნიზმი. ამიტომ ეს დომინოს პრინციპით ერთმანეთს მიუერთდება და მთლიანად კომუნისტური სისტემა ჩამოყალიბდება. ამიტომ ორი დაპირისპირებული მხარე, ჰოშიმინი და გონდინ დიემი ერთმანეთს ებრძვის ისევ იდეოლოგიურ ნიადაგზე, როგორც კორეაში იყო. უბრალოდ კორეაში ძალთა აქტიური ბრძოლის დონეზე მივიდა საქმე და ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა ესეთი ღია და უფრო ვრცელი კონფრონტაციისგან თავი შეიკავეს. ამერიკა კი ჩაერთო პროცესში, მაგრამ სამხრეთ კორეა და ჩრდილოეთ კორეა ისე დარჩა საბოლოო ჯამში გაყოფილი, დღემდე ასეა და ვიეტნამის შემთხვევაში მთლიანად დაკარგა ამერიკამ. ამერიკა რომ ჩაერთო ამ ომში და საბაბი ხო სჭირდებოდა, როგორ უნდა ჩართულიყო. 1964 წელს ამერიკის მოხდა ეგრეთ წოდებული ტონკინის ყურის ინციდენტი, როდესაც ჩრდილო ვიეტნამის კატარღებმა თითქოს ტორპედოები გაუშვეს ტონკინის ყურეში საერთაშორისო წყლებში მყოფი ამერიკული სამხედრო გემების მიმართულებით და ეს გემები ამერიკის იყო და საბაბად ტონკინის, ასე ვთქვათ, ყურის ინციდენტი ამერიკამ გამოიყენა, რომ ვიეტნამის ომში ჩართულიყო და შეიძლება ითქვას, რომ 1965 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ჯონსონმა ოფიციალურად გამოაცხადა ომის დაწყება ვიეტნამის ჩრდილო ვიეტნამის წინააღმდეგ. ამ ომში ძალიან
დიდი დანაკარგი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო, ვიეტნამელები, ჩრდილოელები ებრძოდნენ ამერიკას პარტიზანულად, ანუ იმალებოდნენ, ესე ღია ომი არ იყო და თან საინტერესო რა არის ის, რომ ვიეტკონგელები, ანუ ვისაც ამერიკა ეხმარებოდა, მათაც ეგონათ, რომ მე ვარ კოლონია. ანუ ისინი ერთია რომ ამერიკა ეხმარება და მეორეა რომ თვითონ ამერიკის კოლონიად მიიჩნევდნენ თავს და თან мотиваციაც არ ჰქონდათ ესეთი რომ ბოლომდე ებრძოლათ ჩრდილოელების წინააღმდეგ. ამიტომ რაღაცა ცოტა ისეთი განწყობები იყო, დემორალიზება ამერიკაში საერთოდ გახშირდა პაციფისტური გამოსვლები და აშშ-ის პრეზიდენტ ნიქსონისთვის ნათელი გახდა რომ დროულად უნდა დაეწყო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ფიქრი და 1973 წელს პარიზში როგორც იქნა გაფორმდა საზავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ვიეტნამიზაცია დაიწყო, ანუ 1979 წლამდე უნდა განხორციელებულიყო და ამერიკას ვიეტნამი დაეტოვებინა. ვიეტნამის ომი ძალიან ძვირი დაუჭდა ამერიკას, ომში დახარჯა 150 მილიარდი დოლარი, 58,000 ჯარისკაცი დაიღუპა და 153,000 მძიმედ დაიჭრა, თითქმის სუბუქად დაშავდა და მთელი თაობა გაწყდა. ვინც კი მაშინდელი თაობა იყო ფაქტობრივად. ვიეტნამი მთლიანად კომუნისტური გახდა. აი ამ ვიეტნამის ომს, რა ვიცი, შეიძლება ჩვენ ვუწოდოთ ასიმეტრიული ომი. ანუ ისეთი ომი, როდესაც ერთის მხარის უპირატესობა სამხედრო ძალას უპირისპირდება და ამარცხებს მეორე სუსტი მხარე ამტანობისა და ნებისყოფის ხარჯზე. ну პარტიზანულად რა თქმა უნდა. კარგით, კითხვები გააქვთ?